მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ახალ პოდკასტს ქართულ YouTube სივრცეში, პოდკასტს სახელით ტავერნა. მე ნიკა შორნია, მისი ერთ-ერთი წამყვანი და მეორე წამყვანი ჩემს ხელმარცხნივ ბექა კვაჭაძე და ჩვენი დღევანდელი სტუმარი და ჩვენი პოდკასტის პარტნიორი, წარე პოდკასტის მამა და მშობელი ისტორიკოსი ნიკა ხოფერია. ჩვენი პოდკასტის პირველი სტუმარი სხვა ვინ უნდა ყოფილიყო დამეთანხმებით ბატონო ნიკა. იმიტომ რომ საერთოდ პოდკასტში პირველად მე ნიკასთან ვიყავი. მეც გაგიგვირდება და ჩვენი პოდკასტი სახელად ტავერნა, ალბათ ბევრს მიანიშნებს, რომ ეს დაკავშირებული იქნება არა მხოლოდ ისტორიაზე, არამედ კულინარიაზეც, იმიტომ რომ ტავერნა სწორედ ის ადგილია, სადაც ძველად ადამიანები, ასე ვთქვათ, შუა საუკუნეებში მიირთმევდნენ ხოლმე. ჩვენი პოდკასტი იქნება ისტორიაზე და კულინარიაზე, ვისაუბრებთ რას ჭამდნენ ადამიანები წარსულში, როგორ ჭამდნენ, რატომ ჭამდნენ, რამდენს ჭამდნენ და გარდა ამაზე საუბრისა ჩვენ მოვამზადებთ წარსულის კერძებს და ერთად დავაგემოვნებთ. იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება. ხო, ტავერნა არ იყო მხოლოდ კვების ადგილი, ეგეც ვთქვათ და ჩვენ ყველაფერს ვერ შევითავსებთ, რაც ტავერნაში ხდებოდა. მაგრამ ბევრ საკითხს, რაც ტავერნაში ხო, ყველაფერს ვერ შევძლებთ, რომ შევითავსოთ. ყველა საკითხი, რაც ტავერნაში ხდებოდა, მაგრამ იგივე ჩვენი პოდკასტის სახელიც იქნება ამბების ტავერნა, აქ გვექნება საუბარი შუა საუკუნეების თუ სხვა ეპოქების ყოველდღიურობაზე, საინტერესო ამბებს მოყვებით, რაც დაკავშირებული იქნება იმ ჩვენს თემასთან, რასაც მიუძღვნით ეპიზოდებს. და რაც მთავარია, რაც ნიკამ თქვა, ეხლა თავის თავს არ წარმოადგენდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ნიკა არის ისტორიკოსი და ჩვენი მსმენელი მას კარგად იცნობს, ნიკა არის კულინარის, პროფესიონალი კულინარის და ამ მომენტ აი ამაღალი ნათქვამია, მაგრამ ხო, აი მეორეჯერ რომ მოვა დიპლომი მოვა და დარწმუნდეს საზოგადოება მის პროფესიონალიზმში. ამ მიმართულებითაც ბევრს ვიმუშავებთ. გვექნება რეცეპტების განხილვა, ინგრედიენტებისაც და ძველ გემოებში გადავეშვებით. ხო, სტანდარტულად პირველად ჩემს კარიერაში ვიტყვი და მსმენელს ვთხოვ, რომ გამოიწეროს ჩვენი არხი. ეს ძალიან დაგვეხმარება ჩვენ მომავალში და ისტორიით და კულინარიით დაინტერესებულებმა და არა მხოლოდ. მოდი წარვადგინოთ დღევანდელი დღის თემა, რაღაცნაირად ალბათ ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვი, რომ დღეს უნდა ვისაუბროთ ჩვენ შუა საუკუნეების ტავერნებზე. უფრო სწორად მხოლოდ ტავერნებზე არა, ზოგადად კვების ობიექტებზე, ესე რომ ვთქვა, თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ, რა იყო, როგორი იყო, რა არასწორი წარმოდგენები არსებობს დღეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რას ჭამდნენ, როგორი მენიუ იყო და ასევე დავაგემოვნებთ ჩვენ შუა საუკუნეების ორ ძალიან მნიშვნელოვან კერძს. ტავერნის მთავარ ატრიბუტს. კი ბატონო, ერთი ეს იქნება ხორცის ღვეზელი და მეორე იქნება საქონლის ხორცის ჩაშუშული, ეს ანგლო-ნორმანული ვარიაცია, სახელად ბოკენადე. კი ბატონო, მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მოდი პირველ რიგში ჩემო ნიკა შენთან გადმოვალ თემით, რომ ახსნათ, რომ ყველაფერს ტავერნა არ ერქვა, ხო, იყო სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, ადგილები, რაც დამოკიდებული იყო ბევრ რამეზე, ვინ დადიოდა იქ, რომელი სოციალური ფენა, რა მენიუ იყო და ასე შემდეგ და თუ შეიძლება რომ აი ეს საკითხი გავშალოთ. პირველ რიგში ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი დაიწყო, იმიტომ რომ დიდი ხანი ველოდი პირადად მეც და მიდიოდა ამის მზადება და მე მგონი მოვიდა ამის დრო რომ საბოლოოდ ჩაეყაროს საფუძველი ასეთ პროექტს. მით უმეტეს საქართველოში მსგავსი რამ არ გვაქვს. კი, ძალიან ბევრი კულინარიული არხია, ძალიან საინტერესოც, მაგრამ ისტორიის გაერთიანება ამასთან უკვე სხვა რაღაცა არის და ალბათ ზოგიერთი ჩვენი მსმენელი სხვა უცხოურ არხებსაც ადევნებს თვალს its history და ასე შემდეგ არის სხვადასხვა არხები და ძალიან კარგი იქნება ჩემი აზრით რომ ქართული ვარიანტიც არსებობდეს ამის, მით უმეტეს რომ საქართველოში საკმაოდ დიდარი გამოცდილება და კულტურა და ტრადიციები გვაქვს ამისა და იმედი მაქვს რომ ქართული ეპიზოდებიც ძალიან მაგარი იქნება და ამასთან ერთად რა თქმა უნდა შერწყმული იქნება ამასთან სოფლიო ისტორიიდან ძალიან ბევრი საინტერესო რამ, იმიტომ რომ ეს ორი განუყოფელი
რაღაცა ერთმანეთთან რა, საჭმელი, სასმელი და ისტორია. ჯერ ერთი ეს არის სუფრა არის ადგილი, სადაც ყველაზე ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე ისტორიაზე, განსაკუთრებით ქართულ ტრადიციულ სუფრაზე და ამ შემთხვევაში ამას ცოტა უფრო პროფესიული ისტორია დაემატება, ვიდრე ამ შემთხვევაში უბრალოდ ლეგენდების თხრობა, თუმცა ლეგენდებიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ამ ყველაფრისა, იმიტომ რომ ძირითადად აი საკვების ისტორია რომ გადავხედოთ, რომ ნებისმიერ კერძის ისტორიას რაღაცა მითი, ლეგენდა აუცილებლად უკავშირდება ხოლმე იმას, იმიტომ რომ ზუსტად საიდან რა გაჩნდა, ძალიან იშვიათად არის შემონახული. საერთოდ თუ მე-19 საუკუნის ფრანგულ იმას არ ჩავთვლით კულინარიას, რომელიც მართლა სიტყვასიტყვით შეიძლება ჩაწერილი ხდება, ხო? დანარჩენი ყველაფერი არის რაღაც მითიურ საბურულში გახვეული და იქ უკვე ვეძებთ მე იქიდან ძალიან ბევრ რაღაცას, რომ აი რა შეიძლება არსებობდა იმ დროს, რა შეიძლება არ იყო, რა შემოვიდა მე ამერიკიდან მაგალითად, იმიტომ რომ აი მე-16 მე-17 საუკუნეებიდან რადიკალურად იცვლება საერთოდ სამზარეულო რა, იმიტომ რომ ისეთ ინგრედიენტები შემოდის, რომელიც ეხლა რა ვიცი, იქიდან ერთი მაინც არის თანამედროვე კერძებში რა, ფაქტობრივად და ანუ ჩვენ ზუსტად იმ გემოსთან რაც მაგალითად საუკუნეების წინ იყო, იშვიათად მივდივართ დღეს. ამიტომ აი აქ საინტერესო იქნება განსაკუთრებით ისეთი ეპიზოდები, რომელშიც გამოჩნდება, როგორ იკვებებოდნენ ადამიანები მანამდე, სანამ ამერიკას აღმოაჩენდნენ. იმიტომ რომ არ იყო პამიდორი, არ იყო კარტოფილი, არ იყო მზესუმზირა, არ იყო წიწაკა და აი უამრავი რაღაცა, რაც მაშინ ამ შემთხვევაში შემოვიდა შემდგომში უკვე ახალი მიწიდან. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ აქ როგორც ვიცი, ამ პროექტის შინაარსი არ იქნება მარტო ისტორიაზე, არამედ შეიძლება ლიტერატურასაც გადავწყვეტთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის შემორჩენილი მე-18, მე-19, თუნდაც მე-20 საუკუნის დასაწყისის ლიტერატურაში და შეიძლება იქაც კი ძალიან ბევრი რამ ისეთი იყოს შემონახული, რაც მაგალითად შეიძლება ისტორიულ წყაროში არ ხვდებოდეს და იმის აღდგენაც მოხდეს და ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ხოლო საქართველოში რა გვაკლია ყველაზე მეტად, ეს არის, რა თქმა უნდა, ყოველდღიურობის ისტორია. ყოველდღიურობის ისტორია ყველაზე ცუდად შესწავლილი მიმართულებაა ალბათ, რაც საშუალებასაც ძალიან იშვიათად გვაძლევს ჩვენ ისტორიული წყაროები. ამიტომ სასიამოვნოა, რომ ამას მიექცევა ყურადღება და კიდევ ერთი პროექტით შეივსება ეს, რაც დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ამ მსმენელისთვის იქნება საინტერესო, არამედ შეიძლება წაახალისოს კიდევაც ადამიანები, რომ გამოიკურიონ უფრო მეტი ყოველდღიურობის ისტორიაში, იმიტომ რომ რა ვიცი, უამრავი საინტერესო გზა შეიძლება გახსნას ამ მიმართულებამ. მით უმეტეს რომ ახლა საფრანგეთში იქნება თუ რა ანალების სკოლა იყო თუ რა შემდეგ, ამას შეისწავლიდნენ და აქედან ისეთ დასკვნებზე გავიდნენ და ისეთი რაღაცებზე მიაღწიეს, რომ მე მგონია რომ ჩვენთანაც შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოიღოს. ბექა, შენს გითხარ ამის შესავალს მე პირველ რიგში ვიტყოდი დავიწყებდი მადლობით, ძალიან დიდი მადლობა არქიმედეს სკოლას, ჩვენ არქიმედეს სკოლაში ვიმყოფებით და წარმოვადგენთ ასევე არქიმედეს სკოლას, იმიტომ რომ თბილისის არქიმედეს სკოლის ისტორიის პედაგოგები ვართ მე და ნიკაც. ახლა რაც შეეხება ნიკამ ძალიან კარგად გახსნა და ჩვენ სადაც წამყვანია, იქ ბევრს ვერ საუბრობს და აი აქ ეხლა უკვე გაშლის ფსტებს ბატონო ნიკოლოზი და ჩვენებს თავის შესაძლებლობებს. მე სხვებს ველაპარაკებ ხოლმე. ხო, იქ ეგეთი ფორმატია და ბუნებრივია შენ ამას მიყვები. ახლა რაც შეეხება თვითონ კვებაზე, რომ დავამატოთ, ისტორია გლობალური დარგია, უკვე დიდი ხანია და შესაბამისად ყველა ის, რაც ადამიანზე წარსულში ახდენდა გავლენას, რაც ახდენდა გავლენას საზოგადოებაზე, ყველაფერი ისტორიკოსის კვლევის საგანია. ანუ გასტრონომია ეს უდაოდ არის სამეცნიერო დარგი და ისტორიის და გასტრონომიის სინთეზი ძალიან ბევრი საინტერესო დასკვნის საშუალებას მოგცემს. მაგრამ დაუბრუნდები მაინც თავარ რითიც თქვა დავსვი ხო რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ეს ყველაფერი რომ გასაგები იყოს რაზე ვლაპარაკობთ ზოგადად და რა არის ესე ვთქვათ ის სივრცეები როგორ იყოფა რის მიხედვით იყოფა და ასე შემდეგ. ხო, ზოგადად შეგვიძლია დავიწყოთ იმით რომ ეს ყველა ეპოქას მიესადაგება და არა მარტო შუა საუკუნეებს, ახლა ჩვენ კონკრეტულად დღეს გვაქვს ძირითადი თემა და საკვები შუა საუკუნეებიდან, მაგრამ ტავერნა ზოგადად ასეთი ტიპის ტრაქტირი იქნება, სამიკიტნო იქნება, დუქანი თუ ასე შემდეგ, ანტიკური ხანიდან მოყოლებული არსებობს და ძირითადად ჩდება როგორ ადგილებში ხოლმე. ძირითადად არის ქალაქისთვის დამახასიათებელი საერთოდ. ქალაქისთვის, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ამ შემთხვევაში შიდა ხმელეთზემდება, შეიძლება საზღვაო ქალაქი იყოს. უფრო მეტად შეიძლება საზღვაო ქალაქებში იყო ხოლმე, იმიტომ რომ აქ ჩამოდიოდა ძალიან ბევრი ადამიანი, გემებით, ვაჭრობდნენ, ხელოსნები, ასე შემდეგ, უამრავი ადამიანი, რომელიც მოდიოდა და უნდა სადღაც დარჩეს, ღამე გაათიოს და რაღაცა შეჭამოს იქ. ბუნებრივია ამისთვის საჭირო იყო ასეთი ტიპის
შენობები არსებულიყო, რომელიც პატრონები შეეძლოთ ძალიან კარგი შემოსავალი მიიღოთ იმით, რომ ემასპინძლათ ამ ადამიანებისათვის. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეს იყო საკომუნიკაციო და სავაჭრო გზებზე. არსებულ ქალაქებში, რაც უფრო თქვა სავაჭრო გზაზე უფრო მნიშვნელოვანი ქალაქია. მაგალითად, ჰანზის კავშირი იქნება ამისთვის კარგად გამოსაყოფი, იმიტომ რომ პირადად მე ჰანზის კავშირი ყოფილი ჰანზის კავშირის რომელ ქალაქშიც ნამყოფი ვარ, ყველგან არის ძალიან მაგარი ტავერნები დღემდე შემორჩენილი და იმათი ისტორია აითვლება იმ დროიდან, ანუ შუა საუკუნეებიდან. ამის უკვე ჩამოყალიბებული ტრადიცია აქვს, რომ აი აქ ვიღაცები რჩებოდნენ ადრე ეს ვაჭრები, რომლებიც ჩამოდიოდნენ და სხვადასხვა არსებობს სხვადასხვა კატეგორიის ასეთი შენობები, შეიძლება იყოს დიდრების განკუთვნილი, დიდარი ვაჭრებისთვის, შეიძლება იყოს უბრალო ხალხისთვის განკუთვნილი. აი დიდრებისთვის რომელიც არის, ამისთვის ალბათ აი თუ გიმოგზაურიათ განსაკუთრებით აი ესტონეთში არის კარგი მაგალითი, ტალინში არის ორი სხვადასხვა ტავერნა, ერთს ქვია ძველი ჰანზა, olde hanza, რომელიც არის დიდრებისთვის განკუთვნილი, რო შეხვალო სულ მოჩუქურთმებული, კარგად მოწყობილია შემდეგ, მაგრამ შუა საუკუნეების გარემო ჩვეულებრივ, გერბებით და ასე შემდეგ შემკული და საჭმელით შესაბამისად უფრო ძვირფასი და მეორე არის მესამე დრაკონი ქვია, რომელიც ქალაქის რატუშაში მდებარეობს, ის ძველია ასევე ძალიან, იქ ყველაფერი ძალიან უბრალო არის. აი რო შეხვალ მაგალითად დიდი ხის ჯამიდან რომ ამოიღებენ მაგალითად სუპს და დაგისხავენ, მაგალითად ტახის როა რაღაცა გამოყვანილი, ხორცი ჩამოკიდებული და მსგავსი საკვები. ანუ განსხვავდებოდა ძალიან ერთმანეთისგან, სხვადასხვა კლასის ადამიანებისთვის სხვადასხვაგვარი ტავერნა შეიძლება არსებობდეს. რომის იმპერიაში ძალიან პოპულარული იყო თავის დროზე, მე ამ ტავერნები მასპინძლობდნენ ხოლმე დღესასწაულებსაც, ზოგჯერ როცა რომში სატურნალია იყო მაგალითად ამ მსგავსი დღესასწაული, ყოველთვის მათგან შემდგომში ხდებოდა ხოლმე რომ გასცემდნენ თანხას, რომლის დროსაც მზადდებოდა ამ სხვადასხვა სივრცეში, თქვა საკვები და უფასოდ აძლევდნენ ხოლმე ზოგჯერ რომის მოსახლეობას და დაეკმაყოფილებდნენ დღესასწაულების პერიოდში პური და სანახაობის ნაწილი იყო გარკვეულწილად ეს. ისედაც ხა რა თქმა უნდა, ასეთი ტავერნები არსებობდა. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ხოლმე ვიხსენებ შეათ ცნობილი იტალიელი მწერლის რაფაელო ჯიოვანულის სპარტაკს, სადაც არსებობს ერთი ასეთი ტავერნა, დამმარხველი ვენერას სამმიკიტნო ქვია. იქ დიდი ამბები ხდება. ხო, დიდი ამბები ხდება იქ და სხვადასხვა აი რატო ახსენე ეს? ტავერნაში შეიძლება მარტო უბრალოდ საჭმელი სასმელისთვის კი არ იყოს, შეიძლება საქმიანი სივრცეც იყოს, ადამიანების შეხვედრის ადგილი, ადამიანების ერთმანეთთან გადაკვეთის, შეიძლება კრიმინალის ადგილიც იყოს, შეიძლება კარგი შეთქმულებისაც და ასე შემდეგ, ხო? ნუ ბუნებრივია, ხო, შუა საუკუნეებში განსაკუთრებით მე მას შემდეგ იყო პერიოდი ისტორიაში, როდესაც ქალაქები ცოტა დაკნინდნენ რომის იმპერიის დაცემის მერე, ხო? და როგორც კი ქალაქებმა დაიწყეს განვითარება, აი მე-10 საუკუნის 11 საუკუნის დასაწყისისთვის, აი ტავერნების ეს ყველაფერი აღორძინდა, რატომ? იმიტომ რომ ქალაქი განვითარდა, ვაჭრობა დაიწყო, განვითარდა და შესაბამისად ეს საჭიროება მოითხოვა, რომ გაჩენილიყო ესეთი ტავერნები. ამიტომ არის რომ მაგალითად იგივე ევროპულ ქვეყნებში, სადაც შემორჩენილია ტრადიცია ამისა, აწერია ხოლმე საიდან აითვლის ესა თუ ის და უმეტესობა არის აი შუა საუკუნეებში, მაღალ შუა საუკუნეებში შექმნილი რა. შემდგომ პერიოდში, რა თქმა უნდა, მე-13, მე-14 საუკუნიდან უკვე აშკარაა, რომ ეს კულტურა არსებობს. ამავე დროს ის საკვებიც, რაც იქ იჭმევა ამ შემთხვევაში ტავერნებში, თითქოს ევროპის დიდი ნაწილისთვის ბევრი საერთო არის აქ. იმიტომ რომ შუა საუკუნეების ადამიანი დღევანდელობის განსხვავებით გაცილებით ნაკლები პროდუქტები ჰქონდა მას, შესაძლებლობა წდომა პროდუქტებზე, ამიტომ მსგავს რაღაცებს ამზადებდა ხოლმე მეტ შემთხვევაში, ამიტომ საფრანგეთი იქნებოდა გერმანია, ინგლისი თუ ასე შემდეგ, ტავერნებში ბევრი საერთო ჰქონდა მათ საკვებს. ასევე ტავერნა არის ადგილი, სადაც უნდა დალიო. ტავერნა არის ალკოჰოლის დასალევის სივრცე. განსაკუთრებით ღვინის და ლუდის თავისთავად, ხო? ხა თუ ჩრდილოეთში ხარ, მაგ შემთხვევაში ლუდის თავისთავად ელის, უпростоრად. იმიტომ რომ ძველად ლაგერი არ იხარშებოდა, იხარშებოდა მხოლოდ ელი, ანუ მაღალი დუღილის ლუდი, ხო? და თუ სამხრეთში ხარ, იტალია იქნება ეს მაგალითად ესპანეთი თუ შემდეგ, იქ ღვინოს მოგართმევენ ამ შემთხვევაში. ბუნებრივია ღვინო ჩრდილოეთშიც იყო, მაგრამ უფრო ძვირი სიამოვნება იყო შედარებით, ხო? ღვინო რო დაგელია ჩრდილოეთში, შენ ამას წმინდა წყლის ტავერნაში ვერ დალებდი. ამაში შედეგელია ეგრეთ წოდებული ინში, ანუ სასტუმროში. უფრო მაღალი კლასი ცოტა. ფუნდუკს, ანუ ხარვასლა ფუნდუკის ამბავში ასე ვთქვათ, ხო? ანუ ეს სამნაწილად ყოფდნენ. ყოფოდა სამნაწილად, რაც შენ ისაუბრეს, არის მაგალითად ეგრეთ წოდებული დუნეებია რა. ლუდის სახლი, ხო? ელჰაუსი. ხო, სადაც ხარშავენ თვითონაც და თან მენიუც არის რაღაც შრის, ფაფა, თალგამის, რაღაც ჩაშუშული და რაღაც ესეთი ალკოჰოლზე მისაყოლებელი ძალიან მსუბუქი. თალგამი დღეს უმეტესობა არც იცის როგორ გამოიყურება, როგორ გემოაქვს, იმიტომ რომ აღარ არის აქტიურა, არა და შუა საუკუნეებში თვითონ თალგამი ყველა მიცის, მაგრამ შეიძლება ნანახიანი ხო, მაგას გულისხმობ, ანუ არ ვიყენებთ რა თანამედროვეობაში. მაგალითად, ერთ-ერთი სადაც მე თალგამი ჭამე არის ბრიტანეთი.
სხვაგან არცეთ ქვეყანაში არსად არ შემოხვედრია. ბრიტანეთში ჭამენ. თალგამს გამოვიყენეთ გარნირი. ჩვენ როდესაც მაგალითად ვიკინგებზე გავაკეთებთ ეპიზოდს იქ აუცილებლად გვექნება თალგამი. თალგამზე მახსენდება ხოლმე რომ ლიტველებს, ძველ ლიტველებს, ლიეტუველებს წერს, ხო? ნუ ეხლანდელი მე მაინც ლიტველებს ვეძახ. ესეთი ის მქონდა თუ რომ ეს თალგამიო სიმამაცეს მატებს, ესე ამბობდნენ, რა, შემთხვევით ბევრი თალგამი მივიღოთ. აუცილებელია. მაგაცები რო გითხო. კი ბატონო, აი საინტერესოა ის რომ ყველას გონია რომ როცა რომელ ეილჰაუსი ვთქვით, მე არის ტავერნა, სადაც უფრო აი საშუალო ფენა შედის და ესეც უფრო ჭამასმის ობიექტია ვიდრე დარჩენის, თუმცა რჩებოდნენ კიდეც, ანუ შეიძლება ოფიციალურად ტავერნას არ ქონოდა უფლება რომ ვიღაცები დაეტოვებინა, მაგრამ ეს ოფიციალურად ერთია და მეორეა რეალობაში რა ხდებოდა და მესამე ხო ეს ეგრეთ წოდებული ინ, ანუ სასტუმრო, რომელიც კიდევ უფრო მაღალი დონე იყო. თუმცა ამ შიგნით ამ შენობებში წინ ტავერნა იქნებოდა, ინ იქნებოდა, იქაც ანუ ასე ვთქვათ, გასასვლელთან რაც უფრო ახლოს იჯექი, ესე იგი შენ უფრო დაბალი ფენის წარმომადგენელი იყავი და სართულებიც კი განსაზღვრავდა, ხომ? სართულები განსაზღვრავდა 2-3 სართული შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ესე არის ხოლმე რომ აუცილებლად რომ ნანადირებს ყველგან მოგიტანენ. ვერაფერსაც ვერ მოგიტანენ. ნანადიროს ეილჰაუსში ვერ მოგიტანენ. რატო ვერ მოგიტანდნენ ნანადიროს ეილჰაუსში აუხსენი ხა შენ? ნანადირებს იმიტომ ვერ მიუტანენ რომ ჯერ ერთი ამდენი ნანადირები არ არის ფიზიკურად. მეორე დიდებულების პრეროგატივაა ნადირობა. ხო, მეორე ეს არის დიდებულების პრეროგატივა და მესამე კიდე ნახე ხორცის რაოდენობა ძალიან მცირეა იმ პერიოდში. დღევანდელი საქონელი რო ავიღოთ, გნებავთ აი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ძროხა იქნება, ღორი იქნება თუ სხვა თანამედროვე რასაც ხედავ ჩვენ მასში ძალიან დიდი ცვლილებები შეიტანა მათ გარეგნობაში გენურმა ინჟინერიამ და გაცილებით უფრო დიდები არიან და ჭარბი ხორცი აქვთ და შუა საუკუნეების ცხოველები გაცილებით უფრო პატარები იყვნენ და ხორცის წილი მათ სხეულში იმდენი არ იყო. შესაბამისად ეხა შუა საუკუნეების ქალაქები რო წარმოვიდგინოთ, თან აი ნიკამ თქვა და ნამდვილად ეგრეა რომ ტავერნების ძირითადად რიცხვის ძალიან გაზრდა უკვე განვითარებულ შუა საუკუნეებში ხდება, მას მერე რაც სავაჭრო გზები აღდგა, ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ მედიტერანულ სივრცეზე უკვე დაცურავენ ევროპული სავაჭრო გემები და უფრო მეტი და მეტი ადამიანი ჩნდება ევროპულ ქალაქებში. შესაბამისად, რაც უფრო მეტია ადამიანი, მით მეტი მომსახურება სჭირდებათ მათ, ღამის გასათევი იქნება თუ საკვები და თუ მაგალითად ადრეულ შუა საუკუნეებში აი ღამის გასათევის და დასაპურებელი ადგილის ფუნქციას მთლიანად მონასტრები ითავსებდნენ, უკვე გაჩნდა ესეთი ობიექტები, ტავერნები. ალბათ შავი ჭირის პერიოდში ჩაწვა ბიზნესი რა. ხო, ახლა ბუნებრივია, ეგრე მოხდებოდა. და ზოგადად აი რაოდენობები რო წარმოვიდგინოთ, ჩვენ ზუსტი სტატისტიკა გვაქვს ლონდონიდან 1309 წელს, ეს უკვე გვიანი შუა საუკუნეების დასაწყისია, მე-14 საუკუნე. ლონდონი დაახლოებით 40,000-იანი ქალაქი იყო, არა უმეტეს 40,000 ადამიანისა ცხოვრობდა ლონდონში და ტავერნების რაოდენობა დათვლილია არწერის შედეგად და 354 ტავერნა იყო ლონდონში. ძალიან საინტერესო სახელები ჰქვიათ თვითონ ტავერნებს. ანუ ტავერნის სახელი მეტყველებდა ძალიან ბევრ რაღაცაზე. აი მაგალითად, ყველაზე გავრცელებული 6 ტავერნა არის ლონდონში ცენტრალურ ნაწილში სამეფო სასახლესთან ახლოს, რომელსაც ერქვა გედი. ნუ რატომ გედი? შეიძლება დავსვათ ეს კითხვა. ნუ გედის ხორცი იქ არ იქნებოდა, მაგრამ გედი იყო მეფის პრეროგატივა, რომ ყოლოდა აი ეს კონკრეტული ფრინველი. მეფის გარდა სხვას არავის არ ქონდა და აი როგორც სამეფო ხო რაღაცა პრივილეგიის გამომხატველი იყო გედი. იყო მაგალითად მხიარული ბოცვერი, მხიარული ბაჭია, სადაც კურდღლისგან დამზადებული კერძები შეგეძლოთ მიგერთვათ. იყო მაგალითად 7 ვარსკვლავი. შუა საუკუნეების ასტრონომიული ცოდნა ესეთი იყო, რომ წარმოედგინათ, რომ სამყაროში არსებობდა კიდევ 7 ციური სხეული, 7 ვარსკვლავი და ამ 7 ვარსკვლავის ზედამთვარის გარდა პლანეტებიც ვარსკვლავებში შეყვანილი. აი ზუსტად პლანეტები იგულისხმება ამ ვარსკვლავებში. შუა საუკუნეებში იყო მაგალითად წმინდანების სახელები ტავერნების სახელში გვხვდება. მაგალითად აი შუა საუკუნეების ქალაქი რო წარმოვიდგინოთ, აქ ამქრები არსებობს, ანუ კონკრეტული დარგის ხელოსნების უბნები ცალ-ცალკეა. რომ მაგალითად აი კასრის ხელოსნებს თავისი უბანი აქვთ.
თავისი გილდია აქვს და აი ამ უბანში მყოფი არსებული ტავერნა ზუსტად კასრის ხელოსნების ფარველი წმინდანის სახელს ატარებს. ყველაზე გავრცელებული სახელი იყო კრისტოფერი ტავერნებში, როგორც წყაროებში ჩანს. რატომ კრისტოფერი? იმიტომ რომ მოგზაურების ფარველი წმინდანი იყო და ტავერნის იმას ტავერნის რითიც არის ტავერნა ხო? ბუნებრივია ეხა ტავერნის ისინი რა ქვია, ძირითადად ტავერნაში ვინც თავს აფარებდა, მოგზაურები უნდა ყოფილიყვნენ, ხო? ნაკლებად ადგილობრივები, უფრო მეტად მოგზაურები. ზოგადად ტავერნა რა სივრცეა შუა საუკუნეების ადამიანის წარმოსახვაში რო გავიგოთ, ერთი ძალიან საინტერესო გერმანული გამოთქმა არსებობს და ძალიან ბევრ რაღაცას ახდის ფარდას. ტავერნაზე არსებობს ეგეთი გამოთქმა, ძველი გერმანელები ამბობდნენ, რომ ეშმაკი ტავერნაში გვიანობამდე რჩება, იმიტომ რომ აქ ყოველთვის პოულობს თავის ამფსონებსო. და ესეთი წარმოდგენა არსებობდა ტავერნაზე, რომ აქ ნიკამ თქვა, რომ საჭმელზე უფრო მეტად მოიხმარდნენ ალკოჰოლს და სასმელს. როგორც ლულს, ასევე ელს, როგორც ღვინოს და სიდრიც იყო აქტიურად. სიდრი ყველაზე დაბალი ხარისხის სასმელად ითვლებოდა და სადაც არის ბევრი ნასვამი ადამიანი, იქ ხშირია დებოში, იქ ხშირია დანაშაულები, თან პლუს ტავერნაში ძალიან ხშირად შეხვდებოდით ჯიბის ქურდებს, იმიტომ რომ მრთვრალი უცხოელი კარგი ობიექტია გასაძარცვად და საყაჩაღებლად და ტავერნები იყო დანაშაული, სადაც ყველაზე ხშირად ხდებოდა დანაშაული. ჩემი აზრით რა იყო, იცი? გარკვეულწილად საერთო ობიექტი იმიტომაც იყო, რომ უცხოელები იყიდნენ თავს, იმიტომ რომ დღევანდელობის განსხვავებით შუა საუკუნეებში უცხოელი სახმა გაცილებით რომ ძაფრი იყო ხომ აი საიდაღაც ჩამოსული რო იყო ცოტა იდუმალებაც ახლდა ამავე დროს ამას ზოგადად შუა საუკუნეები არის სამყარო სადაც ყველა უცნობი ადამიანი პოტენციური საფრთხის შემცველია ანუ შუა საუკუნეებში ამიტომ რაღაცა ეჭვის ობიექტია რომ იქ არიან უცხოელები და თავმოყრები ეჭვის ობიექტია სხვადასხვა საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი რომ მე-11 საუკუნის ნორმანდიური ცნობა არსებობს რომ ქალაქ რუანის ქალაქის თავმა ესეთი თანამედროვე ტერმინი რო ვთქვათ, ესეთი გაიდლაინი გამოსცა, რომ თუ მაგალითად ქალაქში მოხდა მძიმე დანაშაული და ცხელყვალზე ვერ დავადგინეთ ვინ არის დამნაშავე, ხო? მოხდა მკვლელობა, მაგრამ უშუალოდ არ დაგვინახავს ვინ ჩაიდინა ეს მკვლელობა. პირველად აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ტავერნაში, იმიტომ რომ იქ უნდა მოეძებნათ მკვლელი, სხვაგან ვერსად ვერ წავიდოდა. ლოგიკურია და შეიძლება თანამედროვეობასაც შეეფერებოდეს ხოლმე მომენტებში დებოში და ჩხუბი და დავიდარება, თანამედროვე პაბების, ბარების განუყოფელი ნაწილია. ბევრი შუა საუკუნეები გავიძახით, მაგრამ მე ვაყავს ხოლმე იმის თქმა, რომ აი რომ შემოტრიალდები შუა საუკუნეები იქ არის. კი, ცოტა შორს ევროპულ ქვეყნებში, ხა ირლანდიაში, ბრიტანეთში, პაბის ჩხუბი და ეს ხება არის კლასიკაა, ხო? რა თქმა უნდა, სადაც ალკოჰოლია. ისიც უნდა ვთქვათ ახლა, რომ ტავერნებში ჰომიციდი, ანუ მკვლელობები, რაც ხდებოდა შუა საუკუნეებში, ტავერნებზე მოდის 1-2% ამ ყველაფრის. ანუ იქ ეს მუშტი კრივი მაინც და მაინც მკვლელობაზე არ გადადიოდა. თუმცა ჩხუბის მიზეზებიც საინტერესოა, ხო? აი მაგის სტატისტიკა გვაქვს, აი რამდენად საინტერესოა, ხორვატი ისტორიკოსია, გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს, რომელმაც შეისწავლა დუბროვნიკის ტავერნების აქტები. ანუ დუბროვნიკი სანაპირო ქალაქია, საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო და სხვადასხვა აი ცნობილი სერიალის Game of Thrones მაყურებელი ვინც არის, დუბროვნიკში არის გადაღებული King's Landing-ის სცენები. ძალიან ლამაზი ქალაქია, ლაჟვარდოვან ზღვის სანაპიროზე და შუა საუკუნეებშიც ბალკანეთში მდებარეობს, შესაბამისად იტალიასთან თუ მახლობელ აღმოსავლეთთან სავაჭრო კავშირები ჰქონდა. და ბევრი ტავერნა იყო იქ და ამ ისტორიკოსმა რატომღაც დაინტერესდა და მოიძია ისინი იურიდიული აქტები, რა ტიპის დანაშაული ხდებოდა ტავერნებში და აქვს სტატისტიკა მოყვანილი. რო აქვს ეგეთი აქტები რა კარგია. ხო და ძალიან დიდი. ჩვენ არა გვაქვს, აი. შენ წარმოიდგინე და არა. და ყველაზე ხშირად ტავერნაში მკვლელობა ხდებოდა ესეთი მიზეზით, რომ როდესაც არ იხდიდნენ ღვინის საფასურს. მეორე ადგილზე არის სხვის ტანსაცმელზე ან გარეგნობაზე დაცინვის გამო დაწყებული ჩხუბები, რომელიც დასრულდა ფატალურად. მოდი ერთად დავლიოთ და ის უარს რო გეუბნება და მაგის გამო რო ეჩხუბები, ეგ არ ჩანს. არა დუბროვნიკში შეიძლება არ ჩანს, მაგრამ ეს ღირსების შელახვა, როდესაც შენ კაცს შესთავაზებ შენთან ერთად ჭიქისაწევას და ის ამაზე უარს გეუბნება, ეს არის ღირსების შელახვა და ამის გამო ყოფილა. წვერის დაკაჩვაც ხო იყო. კი, იყო ეგეთი შემთხვევა, საინტერესო ფაქტად აქვს გამოყოფილი, რომ გვერდზე მაგიდასთან მჯდობ პირს ვიღაცამ წვერზე დაკაჩა და იმან მერე პარიზში ყველაზე დიდი თემატება იმაზე ატყდა, რომ თვითონ მეტავერნემ, რა ქვია, ვინც იყო, იმან გაფუჭებული, ფალსიფიცირებული ღვინო დაალევინა
ფრანგ სტუდენტებს და ნუ ხო ფრანგი მაგას კი ეგრევე ხდება. ძალიან ჭავ. ამ საკითხზე ჩვენ ცალკე გადავალთ ამ ხარისხის კონტროლზე და მანამდე მინდა რომ შემოგთავაზოთ კიდე აი გავიხსენოთ ნიკა ბოდიში თემას რომ იგივე თემაში რომ დავრჩეთ. აი დარტანიანს პირველი გაუგებრობა გრაფ როშფორთან რაზე მოსდის? ანუ მის გარეგნობას და ცხენს დასცინიან, სხვა შორის ტავერნაში ხდება ეგ ამბავიც და სამ მუშკეტერში ტავერნაში. სამ მუშკეტერში მაგაზე ცალკე ეპიზოდი. სხვა შორის ერთი ამბავია აქვე რომ იმდენად ხშირი იყო ტავერნაში დანაშაულები, რომ მეფე ლუი წმინდამ, ლუი მე-9-მ, საფრანგეთის მეფემ გამოსცა სპეციალური დადგენილება, რომ თუ ტავერნაში მოხდებოდა დანაშაული და ვერ იპოვნიდნენ დამნაშავეს, პასუხს აგებინებდნენ ამ ტავერნის ფლობელს. ამის მერე ტავერნის ფლობელებმა ეგრეთ წოდებული დაცვა დაიქირავეს, ანუ ესეთი კუნთიანი მამაკაცები და ძალიან ხშირი შემთხვევებია, როდესაც აი შელაპარაკება იწყებოდა, კეტები შეიარაღებული ტავერნის უფროსი და მისი დაცვის წევრები მოდიოდნენ, ერთგვარი რაღაცა ზონდერ ბრიგადა იყო, რომელიც ამ მთვრალ შეზარხოშებულ შარიან ხალხს ეგრევე გარეთ აძევებდა და ესე ცირდებოდა ტავერნაში. თავს იზღვევდა ტავერნის დანაშაულის კონტროლიც აქედან წამოვიდა დაახლოებით. მოკლედ, ეხლა დროა რომ გადავიდეთ კულინარიულ ნაწილზე და დავაგემოვნოთ Ale House-ის, ანუ ლუდის სახლის განუყოფელი ატრიბუტი შუა საუკუნეებში, ეს არის ღვეზელი. ღვეზელი ბევრი რამის გამზადდებოდა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს არის ხორციანი ღვეზელი, რომელიც მე-14 საუკუნის, ასე ვთქვათ, კულინარიული ინგლისური კულინარიული cookbook-იდან არის ამოღებული. საინტერესო ის არის, რომ თან ლექსად არის მოთხრობილი. ბევრნაირი ვერსია არსებობს, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ გუშინ ერთი კონკრეტული. ეს იქნება ღორის და ქათმის ხორცისგან დამზადებული ღვეზელი. სანამ მიირთმევთ, მე შემიძლია მოგიყვეთ. და მოყვება რა. ეს როგორ არის დამზადებული? ხორცი, ღორის ხორცი დაახლოებით 9 კილოგრამი, სადღაც მისი 9 ქათმის ხორცი. მე შეცდომა დავუშვი წინასწარვე გეტყვით და ეს ნაჭერები არის უცხიმო და საკმაოდ მშრალი გამოგვივიდა. აი შუა საუკუნეებში დღიური მუშის ღვეზელის იმიტაცია იქნება, რომელსაც თუ არ მიაყოლეს სიდრი ან წყალწყალა ლუდი, შეიძლება გაგიჭირდეს გადაყლაპვა. ეს თავიდან ტაფაზე მოიბრაცა და შემდეგ შეზავდა მარილით და ჯინჯერით, სხვათა შორის, ერთი კოვზი დაფხვდილი ჯინჯერი, კოვზდახევარი მარილი, ნუ მე გებოვნებით შეიძლება. ანუ ჯანჯაფილით. კი ბატონო, ჯანჯაფილით და თან დამატებული აქვს დაახლოებით 5 მაგრად მოხარშული კვერცხის გული. ეს ყველაფერი არის ერთმანეთში აზელი, შეზავებული და გადახვეულია ცომში. ცომი არის ფქვილი, წყალი, კარაქი. ნიკა ერთი კითხვა. აქ ეხა მე უყურებ რომ თეთრი ფქვილია. თეთრი ფქვილია, კი ბატონო. და ორიგინალში თეთრი ორიგინალში თეთრი ფქვილი არ იქნებოდა, რა თქმა უნდა. ორიგინალში ეს იქნებოდა, შეიძლება საერთოდ ყოფილიყო არა ხორბალი, არამედ ქერი, შეიძლება ყოფილიყო ჭვავი და ისიც იქნებოდა დაცეხვილი, ანუ ბალტიისპირეთში თვითონ ჭვავი იქნებოდა. უხეშად დაფქული. თუ ჩვენ ღვეზელს შევუკვეთავდით და შევჭამდით მაღალი დონის დაწესებულებაში, მაღალი დონის ტავერნაში ან ინში, ანუ სასტუმროში, ინში შეიძლება ყოფილიყო, იქ თეთრი ფქვილი იქნებოდა. ამ ფქვილში არის კარაქი. რეცეპტის მიხედვით არის ღორის ქონი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ღორის ქონი არ აქვს, იმიტომ რომ აქ იგულისხმება გადადნარი და მერე გაცებული ღორის ქონი, რაც არ მქონდა სამწუხაროდ. და ნუ იქ ამ ფქვილს და კარაქს ასხავ დუღარე წყალს და ნუ აქცევ, ასე ვთქვათ, ფქვილად. მერე აბტყელებ ჩვეულებრივად და აკეთებ. ეს კარაქიც არ შეიძლება გამორიცხო რაღაც, იმიტომ რომ მაგალითად საფრანგეთში და ესეთ გერმანიაში კარაქი მითითებულია იმ წყაროში პირდაპირ არის ნახსენები. წყაროში არის საუბარი, ეს ღვეზელი შეიძლება შეწვა, შეიძლება გამოვაცხო, ჩვენ ეს გამოვაცხეთ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. თავზე ცოტა კვერცხის ისიც გადავსვით, რიაზონი ეგრეთ წოდებული. ანუ მთლად მუშის ანუ ჩვენ როგორც ეხა ინტელიგენტები, ისეთი ღვეზელია წარმოდგენილი. შეიძლება ასეც ითქვას. მოდი დავაგემოვნოთ და მე თან ღვეზელებზე არ არის, ბევრია სასაუბრო. ჯერო სტუმარს ვაჭამოთ? მიბადონო. ხო, რა ვიცი. ღვეზელები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სასაუბრო თემაა.
ბიჭო, გურულ ღვეზელს გავს ფორმით, ხო? ფორმით კი. ჩვენ მაინც გურულები რო ვართ, წაგვიღო. შიგთავსით რა გითხრა, მაგრამ ფორმით კი. საინტერესოა, რომ აი ამ გარს შუა საუკუნეებში ეძახდნენ, მაგრამ ინგლისურენოვან სივრცეში coffins, ანუ კუბოს, იმიტომ რომ ამას ზოგჯერ არ ჭამდნენ ხოლმე. ეს იყო ერთგვარი სატრანსპორტო საშუალება, რომ ანუ კონსერვია რეალურად. ხო, შორმანძილზე რო წაგე, ისე როგორი გარსი უნდა ქონდა ხოლმე, აი რო დაგივარდებოდა და რო აიღებდი, ბიჭო, რა მხელა ის? პრობლემა რო არ არის რა, ამის ესე ვთქვა. გარდა ამისა, პრობლემას ქმნიდა ხოლმე და ეჭვებს იწვევდა ხოლმე ეს ჩვენი ღვეზელი შუა საუკუნეებში, იმიტომ რომ შიგნით არ ჩანს რა არის და კაციშვილმა არ იცის რისგან არის გაკეთებული ეს ღვეზელი. ძნელი მიზახოდია საკმაოდ. ხო, მაგალითად ზოგს ეგონა რომ პარიზში სტუდენტებისგან კი, იყო ხოლმე ეჭვები, რომ არის ძაღლის, კატის, ანუ აქ ისეთი ცხოველებისგან დამზადებული. თანამედროვე საბურგერების კომენტარებში წამოგითხავს და შორის მსგავს. საშაურმეებისაც, ამიტომ და სხვათა შორის, ანუ ტყუილა არ იყო ხოლმე ეს ეჭვები, იმიტომ რომ გახსნილი არის სქემები, მაგალითად ლონდონში დანაშაულების სქემა, როდესაც ანუ საცხობში, ბეიქერებში, ანუ ზოგჯერ ეს ფასტ ფუდი იყო ერთგვარი რა, საცხობში მიდიოდი, იყიდულობდი. რომ შეთანხმებულები იყვნენ რესტორან, ტავერნები და საცხობები და ტავერნაში ის ხორცი ნარჩენები რაც იქნებოდა, იმით აკეთებდნენ მერე ღვეზელებს. ამიტომაც სერიოზული, ასე ვთქვათ, ეჭვები იყო, თუმცა კონტროლის საშუალებებიც არსებობდა, თუმცა მაგაზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, შუა საუკუნეებში სპეციფიური გემო აქვს. ანუ თვითონ ცომი არის ცოტა მაგარი. ნუ ეხლა საფუარი, რასაც უშვება თანამედრო. ხო. დავრჩეთ თემაში მაშინ, ხო, ეს ცომი მაგარია და ხო მშრალია. მივხვდი რატო იყო ეს ელხაუსის საკვები, იმიტომ რომ მოჭველი რაღაც უნდა მიაყოლო, თორე ისე შეიძლება ხველება აგიტყდეს. აი, ცხიმიან ხორცს რო გამაკეთებინა არ იქნებოდეს იმში. ხო. ბიჭო, რაღაც სპეციფიური გემო აქვს, ანუ განსხვავებულია. ჯანჯაფილი აქვს. ხო, საინტერესო არის და ჩვენთვის უცნაურია ჯანჯაფილი. ხო, ჩვენთვის სპეციფიური გემო აქვს. ეს ზუსტად აი ამ ტიპის ესეთი გამომცხვარი ღვეზელები, პირდაპირ ესე ცივად, პირდაპირ ბალტიისპირეთის ქვეყნების ნებისმიერ სუპერმარკეტში იყიდება. ხორცის ღვეზელი, ასეთივე ცომით ზუსტად და შიგნით ან ღორის, ან ქათმის, ან საქონლის ხორცია გაკეთებული, ან შეიძლება სტუდენტისაც. მაგრამ ფაქტია რომ შემორჩა რა ეს ისა რა დროიდან. ეხლა ის ვთქვათ რატო სტუდენტის, იმიტომ რომ შუა საუკუნეებში სტუდენტი, თანამედროვე გაგების სტუდენტი არ არის. იქ სტუდენტი არის ეგრეთ წოდებული უსახკარო, ხულიგანის, მშიერის და უსაქმურის, ისა რა ქვია, სინონიმი. და შესაბამისად ცოტა ანუ აი ვისაც მაგალითად პარიზი ღვთისმშობლის ტაძარი აქვს აგითხული, იქ ზუსტად მაგით იხსნება სტუდენტების რაღაცა აგრესიული ჯგუფით და შესაბამისად სტუდენტზე ესეთი მსგავსი, ესეთი შავი იუმორი შუა საუკუნეებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია. ისედაც სტუდენტი ცოტა არ ყოდა მოწყვლადი ჯგუფი იყო რა, საზოგადოებისა. ახლა ვინცად მოკლავდა იმას და მაშინ ღვეზელში ჩადებდა, ეხლა ხო რა. ძნელი დასადგენი იყო. ეგ უფრო ალბათ მაინც რაღაცა ისეთი შავი ხუმრობის ნაწილია, ეხლა რეალური кейსები მსგავსი. რეალური кейსი არის ერთი სახელი დამამზადა იმ კაცის ღვეზელის ჭამის დროს გული წაუვიდა. რატომ? ღვეზელის ჭამის დროს გაახსენდა, რომ მისმა მეზობელმა დაკარგა ბავშვი. და ამ ჯიგარმა ჩათვალა, რომ ვაიმე იმას ხوار ჭამო. იმის მეზობლის ბავშვს ხوار ჭამო და გული წაუვიდა. სხვათა შორის მე-11 საუკუნის 60-იან წლებში, აი ეს, როდესაც დიდი შიმშილობა იყო იმის, რა ქვია, ბურგუნდიაში, აი რაღაცა გამოთქმა აი ვერ მოუძებნეს სიტყვა, ისეთი კატასტროფული ჩანაწერები არსებობს კანიბალიზმის წყაროებში. აი ჰენზელის და გრეტელის ძალიან ისეთი ისტორია, რომელიც გზმებმა გრიმებმა ცოტა გაალამაზეს და ნაკლებად აგრესიული გახადეს, რეალურ ისტორიულ ქრონიკებშია მოთხრობილი და სხვათა შორის მანდაც კანიბალიზმის შემთხვევებზეა, რომ არ მინდა ტავერნაში დახოცილი ადამიანების და რაღაც ამბებია ეხლა ჭამასთან ერთად სასიამოვნო დასახსენებელი არ არის, მაგრამ ისეთი შაბეჭდება კონტროლზეც გადავიდა, ეგრე არ იყო. ხო, ახლა ისეთ მიშვებულია ბრუტალური კვება გამოდის რაღაცა. ეგრე მიშვებულიც არ იყო, ეხლა ვიღაცებს რაღაცები კი ეგონათ, მაგრამ იქ ხალხი მუშაობდა, რომელიც ზრუნავდა იმაზე, რომ
მსგავსი რაღაცები არ მომხდარიყო. და უფრო მეტად ღვეზელები გასაგებია და ალკოჰოლის პრობლემა იყო, ანუ ალკოჰოლის გაფუჭების პრობლემა იყო. და აი უკვე მეორე კერძზე რო გადავალთ, სანელებლებზე მერე ვისაუბროთ. ალკოჰოლის გაფუჭების პრობლემებია. არის, იმიტომ რომ ახლა დღეს მთელი იმას გადის პროცედურებს, ხო? ყველანაირი ბაქტერია თუ რაღაცა არაფერი არ უნდა იყოს, იმაში ყველაფერი იზოლირებულია და ესე კეთდება და მაშინ პატარა რაღაცას რომ მოხვედრილი იყო იმაში, ჯერზეთი გემოც კი ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი ქონდა ხოლმე ალკოჰოლს და მალფუჭებადაც იყო, იმიტომ რომ სუის დამატება დაიწყეს გვიან. მე გულში. ინგლისში ჩანს ზუსტად აი მაგასთან დაკავშირებით რიჩარდ მეორის ბრძანება, რომ ყველა ტავერნა თუ ელჰაუსი იყო ვალდებული, რომ თავისი ნიშანი დასანახად გამოეკიდა. რომ იგივე კონტროლიორს დაენახა ეგ და შესულიყო შესამოწმებლად. იმიტომ რომ ეხლა სადღაც სარდაფში რომ მე ელჰაუსი მაქვს, მაგრამ გამოიწვია ვერ შემიმოწმონ. ძალიან ესეთი დამახასიათებელი რამ, რაც ახასიათებს მაგათ ევროპულ პაბებს და ტავერნებს და შემდეგ გარეთ განმოკიდებული ბანერებით და გერბებით. მე რასაც დავაკვირდი, ყველაზე მეტად არის ხოლმე გერბის სახელი ქვია ხოლმე რომელიმე. მაგალითად Kingston Arms, მაგალითად. ეგეთი სახელის პაბი არის კემბრიჯში, რომელზეც არის რაინდის მუზარადი და ქვემოთ ფარი და ეკუთვნის იმას Lord of Beaconsfield არის მაგალითად ეგეთი პაბი. მოკლედ ხარისხის კონტროლი, რა თქმა უნდა, შეთ არის ხოლმე წარმოდგენილი, ესეთ შუა საუკუნეები დატვირთული არის ბევრი არასწორი შეხედულები და ჩვენ ამაზე ერთი ეპიზოდი წარე პოდკასტში გვაქვს. ხო, უამრავი მითი და არასწორი შეხედულება არის ამ ეპოქასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი არის ესეც, რომ შუა საუკუნეები აუცილებლად არის ჭუჭყის ეს ტავერნა ადგილი არის აუცილებლად ჭუჭყიანი, ძუნძგლიანი. საზღარის სუნი დგას, კუთხეში აუცილებლად ზის არაგორნი და ესეთი წარმოდგენა არის ტავერნაზე. რა სჭამენ, რა სვამენ, კაცმა არ იცის, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ, თლად ასე თუდად არ არის საქმე. გასაგებია, რომ თანამედროვე იმას სანიტარიას ვერ მოსთხოვ, ახლა იმას ვქვია მე-14 საუკუნის დაწესებულებას, მაგრამ ხარისხის კონტროლი განსაკუთრებით სასმელზე იყო ძალიან აქტიური ევროპის ყველა ქალაქში შეგვიძლია. ყველა თავმოყარე ქალაქში, კი ბატონო. მაგალითებიც ხო გვაქვს? ინგლისიდან ყველაზე მეტია შემორჩენილი. და ზოგადად აი ეს ელჰაუსებისთვის მისაწოდებელი ელი იყო, რომელსაც ამზადებდნენ მაგალითად მონასტრები და იყვნენ კონკრეტული პირები, კერძო პირები, ვინც ამზადებდნენ ელს. ცნობილია დაჯარიმების ამბებიც აი ინგლისურის ჩანაწერებიდან, სადაც მაგალითად აი ერთ-ერთი ცნობილი ამბავია, საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ ვინმე ბიშოპის ქვრივი, ბიშოპი ამ შემთხვევაში გვარი იგულისხმება და არა ეპისკოპოსი, სახელად მადლენი დააჯარიმეს, იმიტომ რომ ყიდდა ძალიან დაბალი ხარისხის ლუდს. ესე ვთქვათ, რომ ქალების ხელში იყო, ძირითადად ქალები ხარშავდნენ. სანამ მერე ასე ვთქვათ, სვის, ისევ მონასტრებმა მერე გადაიბარეს, ოდესაც სვის აქტივი. და მერე უკვე ინდუსტრიალიზაცია არ დაიწყო. მერე უკვე ხო, მერე მასიური წარმოებაზე როცა გადავიდა, მერე უკვე ხარხნები. და დასაჯელი რა იყო, როგორ და არ დასაჯეს ხოთა შორის. აქ იყო თემა, რომ ეს იყო ქვრივი, იყო მოხუცი და თან ღარიბი. არ დასაჯეს ეს გალბატონი და დიდი ხანი ყიდდა მერე კიდევ იგივენაირად ლუდს. აი, წესჩვეულებითი სამართალი, რომელიც ინგლისს ახასიათებს. კი და ვინც დასაჯეს, ეხლა საინტერესოა რაზე დასაჯეს, რომ ერთ-ერთი ტავერნის მეპატრონი დასაჯეს, იმიტომ რომ მან კათხაშიო 3 სანტიმეტრის ფისი ჩაასხა და ნაკლები ლუდი ჩადიოდა მასში. აი დაახლოებით იგივე პრინციპია, აი ჩვენს ბავშვობაში რომ ეს ზესუმზირის გამყიდველის ჭიქები რო იყო. სქელი ძირი რო ქონდა. ესეთი და მაგის გამო სხვათა შორის სასტიკად დასაჯეს და თვითონ ნახეთ ძალიან საინტერესო ამბავია, რომ გლობუსის თეატრში არის ერთ-ერთი ესეთი თეატრალური დადგმიდან მოყოლილი ამბავი, სადაც ჯოჯოხეთიდან სულების გადმოყვანაზე და სამოთხეში აყვანაზე არის სიუჟეტი და სპეციალურად არის აღნიშნული, რომ ერთ-ერთი სული ამოყავთ ჯოჯოხეთიდან, ანუ კომედიური ჟანრის თეატრალური დადგმა იყო როგორც ჩანს და ეკითხებოდა რომ რა დანაშაული გაქვს, რატო ხარ ჯოჯოხეთშიო და ამან უთხრა რომ ფალსიფიცირებულ ლუდს ყიდდიო და დააბრუნებენ ისევ ჯოჯოხეთში. ანუ ხედვაზე ზოგადად აი ამ დანაშაულის ისე საკმაოდ მე ვეთანხმები.
ისე შეხოთაშორის მაღაზია სასმელი დაბალი ხარისხის სასმელზე ჯერ კიდევ ჰამურობის კანონებიდან მოყოლებული ყოველთვის ზაა მაღალი სასჯელი იყო ხოლმე მაღაზია რა თან მოდი ვთქვა ფატალურად სასმელი მარტო ამ შემთხვევაში გართობის ან განტვირთვის წყარო არ არის შუა საუკუნეებში სადაც წყალი სუფთა წყალი არის ძალიან დეფიციტური სასმელი არის დეზინფექციის საშუალება ანუ ალკოჰოლური სასმელი არის დეზინფექციის საშუალება თუმცა ისეც არ არის რომ წყალს არ სვავდნენ და სუთრალებს არა წყალს სვამდნენ ის თვალზეც ის რა ალკოჰოლსაც სვავდნენ ძალიან დაბალი ალკოჰოლი იცი რა ლათინურად ეწოდება ესეც სახელი სერვიზია დებილის ასე ქვია ლათინურად ანუ სუსტი ლუდი რა ხო მოგონთ მაგალითად ღვინოსაც აყალბებდნენ და ხშირი იყო წყლის დასხმა ღვინოზე ეს ძალიან ისეთი საკითხია ახლობელი საკითხია შეიძლება მაშინ შაქარი არ ქონდა მაშინ შაქარი არ ქონდა თორე მე რეგენახარ შენ არა უკვე გვიან შუა საუკუნეებში ქონდა ხდება სხვათა შორის ეგეც უნდა ვთქვა აი ჩვენ როდესაც ვთქვით ელ ჰაუსის მხოლოდ ლუდი არის მებოდა იქ მოახსენეთ სიდრი ხო ვაშლის ვთქვა ვაშლიდან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი და ასევე ეგრეთ წოდებული მცირე ღვინო ანუ წყალგარეული ღვინო ოღონდ აქ უნდა გავარჯიოთ ჩვენ რომელი წყალგარეული ღვინო დასაშვები რომელია ლეგალური და არალეგალური. ანუ ლეგალური არის მაგალითად ღარიბი ადამიანისთვის წყალში გაზავებული ღვინო ან მართლა ეგრეთ წოდებული ფტარიასაც ვეძახით, ანუ ჭაჭაზე ტკბილწყალდასხმული და იქიდან გაკეთებული ღვინოც იყიდებოდა ლეგალურად. არალეგალური რა იყო, იცი? აი შენ რო იტყოდი რომ მე ბურგუნდიიდან ჩამოვიტანე ესა და ეს ღვინო და აი ამას რო ასხავ წყალს, ანუ როდესაც კარგი ხარისხის ღვინოს აფუჭებ წყლით, მაშინ ისჯები შენ თორე ის რო არის რომ აწერია რომ ეს არის, ანუ გაზავებულია წყალში, იმიტომ რომ სხვანაირი ღვინის ფული შენ არ აგაქვს, ხო? კი ბატონო, ეგ ჩვეულებრივი ამბავია და სასჯელი საინტერესოა, თავისივე ცუდ ღვინოს რო ასმევენ. და მაგიტო ცემეს კიდე აი ჩვენ რო ვახსენე სტუდენტებმა რო ცემეს ტალენის მეპატრონე ზუსტად ფალსიფიცი ანუ გაუსაღა როგორც მაღარი ხარისხის ღვინო და მისცა ფალსიფიცირებული და ბარემ თქვათ რომ ფასები როგორია ლუდის და იგივე ღვინის ხო ლუდის ფასებზე ვიცით რომ აი საშუა ან ჩვეულებრივი ელჰაუსის ლუდი მაგალითად მე-14 საუკუნის ინგლისში ღირს დაახლოებით როგორ ერთი მუშის ხელფასი კვირაში რაც არის აი მაგალითად სადღაც მშენებლობაზე მუშაობ, ვესტმინსტერის სააბატოს რესტავრაციაზე მუშად და მე მჭირდება აუცილებლად ალკოჰოლიც, იმიტომ რომ ჯერ ერთი იმიტომ რომ განვიტვირთო და მე იმიტომ რომ სუფთა წყლის დეფიციტია და ალკოჰოლით წყურვილსაც ვიკლავ. მე ისიც ვთქვათ, როგორი ტექსტურა აქვს ბარემ იმ სასმელს და დღევანდელი ლუდისგან რო განსხვავებულია. და აი მაგალითად მე ერთ კვირაში რა ჯამაგირსაც მაძლევენ, ამ ჯამაგირის 2/3 ღირს 1 გალონი ლუდი, 1 გალონი არის 4.5 ლიტრი. და ეხლა ამას რო გამიყალბებენ, ხო ის არის აგრესიას გამოიწვევს. თან 1 გალონი მით უმეტეს. და იგივე პენსიც, აი 4 პენსი ღირდა მაღალი ხარისხის ლუდი, რომელიც სხვათა შორის ეგეც ის არის, რომ წერია, რომ ტავერნებში პირდაპირ არ იყიდებოდა ეს მაღალი ხარისხის ლუდი და თუ გინდოდა რომ ძალიან ისეთი საუკეთესო ხარისხის ლუდი უნდა გინდოდა გეყიდა, მაშინ ცოტა გვერდზე უნდა გაგეყვანა ტავერნის მეპატრონე და გეთქვა, რომ მე ფული მაქვს ბიძა ჩემო და მოგიხარ შენ დახს ქვემოდან მომეცი ლუდი და იქაც 1 გალონი ღირდა 4 პენსი და იგივე ფასად 4 პენსად შეგეძლო გეყიდა 1 კვირის სამყოფი ხორბალი. ასე რომ არ არის სასმელი იაფი. შემოწმების ისიც არსებობს მეთოდიც, როგორ ამოწმებენ ლუდს. პირველ რიგში უნდა გასინჯო. ეს არის აუცილებელი. გახედო დასუნო კაფეში ამოწმო სიმკვრივე და ასე შემდეგ ბევრი ეს არის რა ხო, ბევრი მეთოდით გააჩნია ლუდსაც რა ლუდს ამოწმებ, ხო? ეხლა თუ ამოწმებ ლაგერს არ უნდა მოსთხოვო. ზე იყო შემთხვევა, როცა ჩვენ მეგობრის მოტყობა ვცადეთ ვატერლოოში ბელგიურ ლუდში ჩას მოგვიდოდა, მაგრამ გადავიფიქრეთ ბოტლს არ მივაყენეთ შეურაცხყოფ, ხა? აუ ჩვენი სპონსორი ვერაზროს ვერ. აუ კომენტარებში ამოხდება. ხო და როგორ ამოწმებდნენ მაშინ? როგორ ამოწმებდნენ, თქვათ, ესე იგი ლუდი უნდა დაესხათ ხეზე, ჯდებოდა ეს შემოწმებელი ადამიანი, დირექტორი ადამიანი ტყავის შარვლით. რაღაც კონკრეტული პერიოდის მერე, როდესაც ადგებოდა, თუ მიიკრავდა სკამი მას, ეს ნიშნავდა, რომ ამ ლუდში იყო გარეული გლუკოზის შემცველი ნივთიერებები, მაგალითად, ჩაქარი და ასე შემდეგ. არა და თანამედროვე ლუდებში საკმაოდ ხშირად, მათ შორის მაღალი კლასის ლუდები ხდება. შეიძლება შეკრესა. და მერე ძალიან ცუდი დღე დაადგებოდა იმ მე უნდა ესვა ეს უბედური ლუდი. მოდი ეხლა ჩვენ
ცოტა წინ წავიწიოთ და მართლა ეხა მუშების საჭმელზე ხო არ გადაგატარებდით დღეს, ამიტომ ცოტა უფრო ელიტარული ცოტა მაგ კლასში გადავინახოთ. შემოგთავაზოთ. რომელი ელიტა ჩვენ ვართ? არა. მოწე წინა ეპიზოდში როცა რაინდობაზე ვქონდა. მე იქ აი იქ რაინდები. ხო, რაინდათ ხარ? ჯერ ერთი აგერ პროფესორი ხალხი ხართ. აჰა. ხო? ხო, პროფესორი წააკ. დოქტორი ხალხი და მე მგონი იმსახურებთ ერთ კარგი ბოკენადეს, ეს არის ჩაშუშული. შენ თუ მოგხედავ ნიკოლას. აბარა. პროფესურას ამ ქვეყანაში. ეხლა მოდი ჩაშუშულის კულტურაც ვთქვათ. ხშირად ტავერნებში რომ შეხვიდოდი, იქ იყო ეგრეთ წოდებული მუდმივი ჩაშუშული, ანუ რომელიც სულ იყო ცეცხლი. იქ ემატებოდა ხოლმე ინგრედიენტები და უამრავი ვერსია და უამრავი რეცეპტი არსებობს რეგიონების მიხედვით ამ ჩაშუშულებისა. შეხვიდოდი, ამოგიღებდნენ იქ ქვაბიდან დაგიდებდნენ. თუმცა დღევანდელი რაც არის, ეს ცოტა უფრო კიდე ელიტარული ჩაშუშულია, რაც ტავერნებში და ასევე ეგრეთ წოდებულ ინებში, ანუ სასტუმროებში შევხვდებით და მის ელიტარულობას განსაზღვრავს თუნდაც ის სანელებლები, რომელიც მის დასამზადებლად გამოიყენება. და რომელიც ძალიან იშვიათი რამ. სანელებლები იშვიათი და ძალიან მოთხოვნადია. ძვირი და მოთხოვნადი. ძალიან ძვირი, კი ბატონო. ეს კერძი, ეხა შეეძლო დაემზადებინათ ღორისგან, საქონლისგან, ქათმისგან, თხისგან, ცხრისგან, ნუ რა სტუდენტებისგან არა უყურთ. ბატონო? სტუდენტებისგან არა, ცალსახად ამზადებოდა სტუდენტებისგან ეს კერძი. და ნუ ჩვენ დღეს მივირთმევთ საქონლის ხორცისგან. დამზადებულს მომზადება არ არის ძნელი და ერთი დეტალია რომელიც მათ მე გამახსენა ჩიხირთმა. დაინტერესოა. თავიდან უიხარშება ჩვეულებრივად ეს ხორცი, რა თქმა უნდა, ხარშვის დროს ეს უნდა მოიკაფოს, რომ მისი ბულიონი, ანუ წვენი ჩვენ აუცილებლად დაგჭირდება. მე ამ მოხარშულ ხორცს ამოვიღებთ, დავჭრით ნაჭრებად. ეს ბულიონი უნდა შეგრილდეს. იმიტომ რომ აი ამ ბულიონის შესასქელებლად ჩვენ ვიყენებთ კვერცხის გულს და იმისთვის რომ არ აიჭრას ეს კვერცხის გული, ეს შეგრილებული ბულიონი გადმოგვაქვს, თქვით როგორც ხდება ხოლმე მეგეწოდებული ტემპერირება და შემდეგ ვაბრუნებთ ამ კვერცხსაც, ხორცსაც ბულიონში და რითი ვაზავებთ. ხო, ეს არის საინტერესო. სანელებლები იქ დასახელებული არის მაგალითად სალბი ანუ შალფეი შეიძლება ვთქვათ, რაც ჩვენთან მხოლოდ ში თუ იყიდი, ამიტომ წამლის სახით. წამლის სახით, ამიტომ ჩავანაცვლეთ ჩვენ სალბი, ასევე ეგრეთ წოდებული ჰისოპი, ეს ყველაფერი ჩვენ ჩავანაცვლეთ როზმარინი, პიტნით, როზმარინი და პიტნით. ასევე უნდა აქ მიხაკი, უნდა კოჭა, ანუ ჯინჯერი, ოხრახუში, სხვათა შორის და სიმჟავისთვის სჭირდება ვერჟუსი. ვერჟუსი არის მკვახე ყურძნის წვენი. on პირდაპირ ესე არ უნდა ჩააწურო, იქ ხდება პროცესი, ხო, 24 საათიანი დაყენება, თუმცა საქართველოში არ გამოიყენება, ეს არ არის ძმარი, ამიტომ რადგან ვერ ვიშოვე, შეიძლება რომ ძმრისგან მიაახლოვო, უფრო მსუბუქი სიმჟავის მქონე სითხე იქნება და ეს სითხე ემატება ამ შენს ბოკენადეს. რაც შევთვის უცნაური იყო, გავაკეთე კერძი, ალბათ პირველად, რომელშიც არც ხახუ იყო და არც ნიური. თან ჩაშუშული იყო. ფიქრობ, რომ საინტერესო გამოვიდა და შეგვიძლია რომ დავაგემოვნოთ. მოკლედ სერვირება ხდება პუბში. ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკა იყო შუა საუკუნეების ტავერნებში. თეფშების მაგივრად ასეთ ამუღრუტნულ შედარებით უფრო გამხმარ პურში ვიდრე ეს არის. მე შავ პურში პურიანე იჭმებოდა ეს. ან ზოგჯერ იყო ხოლმე თუ წვნიანი არ იყო. უბრალოდ თეფშის ფუნქციას ასრულებდა და აღარ ეკარებოდა. კი ბატონო, ჩვეულებრივად ეს ხდებოდა ხოლმე. მოდი დავაგემოვნოთ ერთი ეს ნახოთ რა არის. მე მომწონს. მე გეტყვი, ჩემთვის ყველაზე ახლოს მაინც ჩიგირთმასთან არის. წვენის იმის გამო, კვერცხის შესქელებული. ფაქტურა და სიმჟავე. წვენის გამო ამ ბულიონია შესქელებული.
შესაბამისად ახლოს არის რა შედარებით მასთან, მაგრამ საქონლის ხორცის არის რა. ტექსტურა შეიძლება უბრალოდ ეხა არომატიც, სუნელებაც და ისიც ის წვანილები არა, ხო რა, ბუნებრივია, ხო. ანუ მე მსგავსი არაფერი. რაც ჩამოვთვალე მე დასაწყისში ინგრედიენტები ეგეთ რამეს ერთად ქართულ კერძში სადნახო, პლუს არ აქვს ხახვი, არ აქვს ნიორი. ხო. რაც პირველად გავაკეთე მე მგონი ეგეთი საჭმელი, რომ არც ერთი არ აქვს, განსაკუთრებით ჩახრუშულს. და პლუს არ ვახსენე სანელებელი, რომელიც ასევე არ აქვს. ეს არის ნამდვილი ზაფრანა. ანუ შაფრანი. და რატო არ აქვს ეს გასაგებია, ხო? იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირს ახლაც და ძალიან საუკუნეებში საერთოდ ძვირი ღირს. ეს რეცეპტი არის რიჩარდ მეორის შეფის, კარის, ზარეულის დაწერილი და გასაგებია რომ ჩაწერა იმან შაფრანი და შეიძლება შიგადაშიგ იყენებდნენ კიდეც. შაფრანი იმდენად ძვირი იყო, რომ ოქროთი აბევრებდნენ, ანუ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაული იყო სანელებლების გაბევრება, დაფხრილი აგურით და მიწით და გლეხების აჯანყებით არის ცნობილი ყველაზე მეტად ეს მე. გლეხე ჩანაცვლებლები, რაც ჩვენ გავაკეთეთ, რაც ეს არის, რომ ჩანაცვლებული არის რაღაც ინგრედიენტები. ესეც ძალიან ჯდება შუა საუკუნეების პრაქტიკაში, იმიტომ რომ რეგიონების მიხედვით ეს სხვადასხვა სანელებელი იქნებოდა თუ სხვადასხვა მცენარე იცვლებოდა იმის ვიღოთ იქ რა მოდიოდა და რა გავდა ერთმანეთს. რომ ძირითადი რჩებოდა იგი. ორეგანო არის, სადღაც პიტნა, სადღაც როზმარინია, სადღაც ორივეა და სადღაც არც ერთი თუ არ არის, ნუ იცი რა შეიძლება კიდევ ვთქვათ რომ რადგან ეს მოხარშული ხორცია რა ძირითადად ხო? შუა საუკუნეების საქონლის ხორცი წარმოვიდგინოთ დღევანდელთან შედარებით, გაცილებით რომ ჭლე იყო, გაცილებით რომ პატარა საქონელიც იყო, სხვანაირი იყო რა, ეს ახორცე ჯიშები არ იყო, ეწოდა რომ გამოყვარელი ხო? ამიტომ იმას მოხარშვას, დარბილებას და თელი დღე რო ენთო ვეგა და ამიტომ ის უკვე დიდი ხნის მანძილზე იხარშებოდა და რბილდებოდა შიგნით რა, მაინც. აი სანელებლების თემამ ეს აუცილებლად ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მითი გააჩინა, ხო, რომ ბევრი სანელებელი სუნელი იმიტომ აქვს შუა საუკუნეების კერძს, რომ გაფუჭებული ხორცის სიმყრალე დამალოსო და ანუ გასაგებია რომ ალოგიკური არის, რომ ბევრად უფრო იაფიანი პროდუქტი შენ უძვირესი რაღაცით დაფარო მისი გაფუჭებულობა. პლუს იცოდა იმ ხალხმა, რომ გაფუჭებული რა არის და კარგი რა არის. პლუს მთელი კულინარია ზოგჯერ აგებული იყო აი 4 სითხის თეორიაზე, ხო? ეს თავარი სამედიცინო თეორია რაც არის, ხო? რომ ადამიანში არის 4 სითხე, ცხელი, თბილი და ეს საჭმელებშიც შიგნით რაღაცა ინგრედიენტი არის, რომ თითქოს არის ეს ცხელი, რაღაცა არის თბილი, ცივი და ეს ერთმანეთს აბალანსებს და სასმელის შესაბამისობას ანუ და ხშირ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა ეს თეორია ეხლა მეცნიერული აღარ არის და ნამდვილი არ არის, მაგრამ გემოვნური თვალსაზრისით თანამედროვე კულინარიაში თანხდებიან ისტორიული კულინარიის კვლევარები, რომ ძალიან ბევრი რაღაცა მართლაც კარგად არის, მართლა სხვა мотиваციით, მაგრამ კულინარიული თვალსაზრისით საკმაოდ კარგად არის ესენი ერთმანეთს თუმცა რა არის საინტერესო, აი ხა მე როდესაც აი მაგას ზოგი შესახებ პირველად წავიკითხე, როგორ ადარებ სასმელის და საკვების ერთმანეთთან დაკავშირებას, როგორ ახდენენ. მაგალითად, ჩვენ თუ დღეს თევზს მაგალითად ჭამთ თეთრი ღვინით, ითვლებოდა რომ საპირისპიროები ერთმანეთს საპირისპიროებს უნდა დაჯახებოდა ერთმანეთს, ანუ ცივი თუ იყო, ანუ თევზი ცივად ითვლებოდა, უნდა ყოფილიყო წითელთან, ამ შემთხვევაში პირიქით რა. დღეს პირიქით არის, ანუ თეთრი ითვლება რომ თევზთან არის, თეთრ ხორცთან არის, ქათმისა და შემდეგ, მაგრამ მაშინ პირიქით ითვლებოდა. თუმცა წითელ ღვინოსთანაც კარგია. ეგ იყო ბალანსის ხედვა. ბალანსის ხედვა იყო. ნიკამ რაც ახსენა ხო, ჰიპოკრატეს და გალენუსის თეორიაა, რომ ადამიანის ორგანიზმში ყველაფერი ბალანსზე დგას და ადამიანი ავად მაშინ ხდება, როდესაც ეს ბალანსი ირღვევა. ტავერნებთან დაკავშირებით რაც უნდა ვთქვათ, ეკლესია არ უყურებდა დადებითად რა თქმა უნდა, დავითავოთ. იგივე ადრეული ანგლოსაქსური პერიოდის ბრძანებულებებია, რომ ტავერნებში სასულიერო პირებს, აბატებს და ეპისკოპოსებს ეკლესია უკრძალავს ტავერნებში დიდი ხნით გაჩერებას, იმიტომ რომ იქ საეკლესიო მორალისთვის შეუთავსებელი ამბები ხდება. განსაკუთრებით რაც ყველა ტავერნაში იყო, ეხა მე გავაკეთე. დასშვები აქ. კამათელი. სოდოში რატომ მაგდა? თან დუიაკს აგორებს, ეს ერთმანეთს. აი ესე რა, კამათელი და აზარტული თამაშები იყო აუცილებელი ატრიბუტი ტავერნის. იგივე ეხა სამი მუშკეტერი ვისაც აქვს საკითხული, იქაც ემახსოვრება და გაახსენდებოდა ეხა რომ ტავერნები ბეთინგის და აქაც მოტყუება და ჩხუბი და დავით არაბოს ერთ-ერთი გამომწვევი. შეიძლება წვერის მოკაჭვის მიზეზიც ეგ იყო თავის დროზე. კი, შეიძლება, ვერ გამოვიწყოს კამათლით. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ ასევე, რომ დასაწყისში თქვა ნიკამ, რომ ტავერნები არ იყო ღამის გასათევი ადგილიც, მაგრამ იქაც ნუ ეხა შეიძლება არ იყო, მაგრამ შეიძლებოდა და ტავერნებში
ქალები ნაკლებად იყვნენ, მაგრამ მოსამსახურეებისა და იყვნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები. რამდენი ხანი მუშაობდა ტავერნა, ესეც საინტერესოა, რომ ზაფხულში 12 საათამდე, ანუ ბოლო ლოცვამდე, წუხრის ბოლო ლოცვამდე, ზამთარში 10 საათამდე. ამის მერე ყველა ტავერნა უნდა დაკეტილიყო ინგლისში, ამაზე სპეციალური ბრძანებულება იყო გამოცემული. აი ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეკლესია აუგად მოიხსენიებოდა და უყურებდა ტავერნას, იყო თამაშები, იმიტომ რომ ტიპები აზარტული თამაშია. ტანსაცმელსაწყი აგებდნენ ხოლმე და ეს ძალიან კარგად არის რაინდის ამბავში ვითომ ჯეფრი ჩოსერი რო ტიტლიკანი მიდის გზაზე, იმიტომ რომ ყველაფერი წააგო. ტავერნაში წააგო. ხო, ტავერნაში რა თქმა უნდა. კიდე ეკლესიის ერთი ანტიტავერნული ის არის გადმოცემა არის, რომ მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ტავერნებში შესვლა ჯვაროსან პილიგრიმებს აუგრძალა რომის პაპა და აქ კონკრეტული მოტივაციით აუგრძალა, რომ აქედან იერუსალიმისკენ როდესაც მიდიოდნენ, ბუნებრივია ხა ტავერნებში უნდა შესულიყვნენ, ხო, ყვება იყო ყველაზე რთული, ლოჯისტიკურად ყველაზე რთული იყო ჯვაროსნული ლაშქრის მომარაგება. და რატომ უნდა ეკრძალათ განსაკუთრებით ხმელთაშუაზღვისპირეთის იმ ნაწილში, სადაც აი ნაკლებად იყო ქრისტიანების კონტროლი. რომ ტავერნაში უკვე სასმლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ჯვაროსნებს შეიძლება ეთქვათ ისეთი დეტალები მარშრუტზე ან ჯვაროსანთა რაოდენობაზე, რომელიც შეიძლება და მტერს გამოიყენებინა და ეთქვათ ინფორმაცია. მაგრამ ამავე დროს მეორე ამბავიც არის, რომ ჯვაროსნობის მოქადაგეები, მაგალითად აი მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს სამხრეთ საფრანგეთში ტავერნებში ყველაზე ხშირად ჩანან და რატო? რომ აქ ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ რაინდებს, როდესაც შენ უკადაგებ რაღაცას, უფრო მეტი არის შანსი, რომ ისინი აყვნენ შენს ქადაგებას. ამიტომ იგივე ჯვაროსნობის ქადაგებას და მსგავსი რაღაცების ტავერნებში ჩანს, მაგრამ აი როდესაც მიდიან, იქ უგრძალავენ, რომ არ შეხვიდეთ ტავერნაში, მსგავსი რაღაც არის. ეს რაღაცას დავაკვირდი, რომ ორივე კერძში, რაც ტავერნას ახასიათებდა, არის ბლომად გამოყენებული კვერცხი. და საერთოდ რა არის შუა საუკუნეებში მიუხედავად იმისა, რომ ხა კვერცხი ქათამი ფუფუნების პროდუქტი იყო უფრო. აი ქათამი, ხო, შემწვარი ქათამი იყო დიდებული საჭმელი, მაგრამ კვერცხი იყო შეიძლება რომ გლეხსაც ზუსტად შეეჭამა, ხო? და რადგან ცილის წყარო იყო, ამ შემთხვევაში პროტეინი რა, ცილის წყარო. შესაბამისად, ხშირად იყენებდნენ ხოლმე მაქსიმალურად იმას, რომ უფრო ნოყიერი გამხდარიყო ხოლმე კერძი, წვნიანშიც აზავებდნენ, ისეც იყენებდნენ, შიგნით ღვეზერშიც უშვებოდნენ და შემდეგ და ეს წესი სხვადასხვა შორის ევროპულ ქვეყნებში ბევრგან არის, რომ პლუს იმას გარდა რასაც უკვეთავ კერძს, თუმცა სტეიკი იქნება თუ რა იქნება, კვერცხი შემწვარი ერთი ცალი ან მოხარშული ფორმით ან რაღაც ფორმით მაინც მოყვება ხოლმე იმას. განსაკუთრებით ჩანს პორტუგალიაში. ეს აი პორტუგალიებს აი ძალიან უცნაური წესი აქვს, რომ თითქმის ყველა კერძთან რაც არ უნდა შეუკვეთო, ერთი კვერცხი მაინც მოდის ზემოდან დამატებული. რაც ვფიქრობ, რომ აი შუა საუკუნეების ერთგვარი გადმონაშთი არის, რომელშიც აი კვერცხის გამოყენება ხდებოდა ხოლმე შედარებით უფრო აი სრულობრივი მოსახლეობისთვის, რომ ეს პროტეინის ცილის წყარო შეეტანათ, რომელიც უფრო ნოყიერი იყო გაცილებით, ვიდრე ნახშირწყლოვანი, რაც იყო მაგალითად ფაფა და ასე შემდეგ, რა მსგავს ტიპის პროდუქტები. ყველაზე ხშირი საჭმელი ზოგადად რასაც შუა საუკუნეების ადამიანი ჭამდა, გააჩნია რეგიონს, მაგრამ დაახლოებით აი დაბალი ფენების საკვები ბურღულეულის ბურღულეული. ტავერნაში ასევე შემოდიოდა ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ფულს შეუვლობდა, მაგალითად ბარდები იყვნენ, რომლებიც უკრავდნენ ან ლექსებს ყვებოდნენ გარდასულ გმირთა რაღაცა ამბებზე. და იყვნენ ასევე ფაკირებიც. ძალიან ხშირად ჩდებოდნენ ილუზიონისტების რაღაცა წინაპრები. ეს ფაკირები და არაბი ფაკირი გამოჩნდა მესინაში და ხურჯინიდან ამოიყვანა გველი, გააკეთა ცნობილი ის როგორ გადააქცია გველი ჯოხად და მერე ის ჯოხი ისევ გადააქცია გველად და ამის შემსწრე მთვრალმა რაინდმა ის რო დაინახა, ის ჩათვალა რომ ესო სარკინოზების გამოგზავნილი ჯადოქარია და ჩვენს მოჯადოებას აპირებსო და იშიშვლა ხმალი და ამ ფაკირისთვის ძალიან ცუდად დამთავრდა ეს ამბავი. მეორე ტავერნასთან დაკავშირებული ცოტა ისეთი ტრაგიკომიკული ამბავი აღწერილი აქვს არაბ ისტორიკოს ალ-მუნკიზის. ტავერნის მფლობელს გამოელია ღვინო და წავიდა ღვინის საყიდლად. და როდესაც უკან დაბრუნდა, აღმოაჩინა რომ ამ ტავერნის მეპატრონის ცოლი განმარტოვებული იყო ერთ-ერთ ჯვაროსან რაინდთან. ამ კაცმა ატეხა დებოში, რაინდები დაეხმარნენ რაინდს, ამ კაცს დაეხმარნენ გვერდზე ტავერნებიდან და ქუჩებიდან მისი მეგობრები და ეს გადაიზარდა იმ ხელ არეულობაში, რომ ნაბლუსის ნახევარი უბანი გადაიწვა და ამან აღწერა, რომ აი ესეთი სულელური მიზეზი ქონდაო ნაბლუსის არეულობასო არაბმა ისტორიკოსმა.
ტავერნებზე ბევრი საინტერესო. სულ ურის რა გითხრა? საკმაოდ რეალისტური. ცოლიო, იქ ვინო გათავდაო, აი, იცი რაში დაუშვა შეცდომა. ტავერნის ვინო არ უნდა გაგითავდეს, როცა კარგი მენეჯერი ხარ, კვების ობიექტი, ვინო არ უნდა გაგითავდეს. ცოლიც კარგად იქნება. 10-დან როგორ აფასებთ ბოკენაგეს ბიჭებო? რა არის, იცი, მე რეიტინგი გამიჭირდება მაგაზე რა. აი, რას შევადარო უბრალოდ ეგ არ ვიცი. ეხლა ყოველდღე ჭამდი მეთქი ვერ ვიტყვი. აი, ეს ეხლა გასასინჯად ღირს. ეს ხელცხელი. ვისაც ჩიხირთმა უყვარს. ნაბახუსევზე საერთოდ უკეთესი საერთოდ მაგარი იქნება. კი, აი რაღაცა თავისი სიმჟავეც დაკრავს, გასხოვებული გემო აქვს. უდაოდ ისეთი ეგზოტიკური გემო აქვს. და თან ჩვენ არა ვართ მშოული ხახუს და ნივრის გარეშე კერძე. ამ გემებს არა ვარ მშოული. რა, მე მარილის ამბავიც. მე კმაყოფილი ვარ. ანკი ნამდვილად თავის როლს. კარგი, მე მგონი პირველი ეპიზოდისთვის კმარა. საინტერესო საუბარი გამოვიდა. იმედი მაქვს, რომ მაყურებელს მოეწონება და აინტერესებს, გამოგვიწერს და დაელოდება ჩვენ შემდეგ ვიდეოებს. მადლობა ნიკა. მე მწარე პოდკასტის მსმენელს მოუწოდებ, რომ გამოიწერონ ეს არხიც. უფრო დიდი მადლობა ნიკა. მადლობა ბექა და გაგვიმარჯოს.